თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი მელითაურის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მელითაური 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. მანამდე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო აქტივისტი ვასო ბერიძე და 5,000 ლარით დააჯარიმა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თავად ბერიძე ამბობს, რომ ვიდეო მტკიცებულებაში, რომელიც სასამართლო პროცესზე აჩვენეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ჩანს. მოწმემ კი ის ვერც კი ამოიცნო. მე დავიბოდი 173 მუხლს დაუმორჩილებლობას და 166 მუხლს წვრილ ხულიგნობას. 176 მუხლს რაც შეეხება მაგაზე მითხრეს, რომ იგინებოდიო, ილანძღებოდიო და შეურწყყოფელ სიტყვებს ამბობდიო, მაგრამ ამის არც კადრი ჰქონდათ. მოწმემაც თითქოს და ვერ ამომიცნე, იმიტომ არ იცოდა ბანერი მეჭირა, სად ვიდექი, ისე რა რა კონკრეტულ სიტყვებს ვამბობდი და ამის გამო 176 მუხლი გააუქმა მოსამართლემ, ხოლო 173 მუხლზე დამიწერეს 5,000 ლარიანი ჯარიმა. არც 173 მუხლზე ჰქონდათ არანაირი კადრები, ვითომ მე პოლიციას უშილდი თუ არა ხელს, მაგრამ რეალურად არც უშილდი ხელს და არც ამისი მტკიცებულა ჰქონდათ, მხოლოდ მოწმე რომელიც იქვე იმყოფებოდა, ამბობდა რომ ხელს მიშლიდაო ის რო ლაშად გებუაძის დაკავებისასო. ლაშად გებუაძეს გვერდით მე ვიდექი ჩემი მეგობრის გვერდით და ჯერ მე დამაკავეს და შემდგომში დააკავეს ლაშად გებუაძე. ეს რა თქმა უნდა ამ 5,000 ლარიანი ჯარიმასაც არ ვითანხმები და რა თქმა უნდა გავასაჩივრებ კიდევაც. აქტივისტების დაკავება 26 ივლისს საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც თორნიკე თოშხვამ ერთკაციანი აქცია გამართა ბანერით ხელში, რომელზეც ეწერა ბიძინა და სამიასოს კომბინაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბანერზე გვარი მითითებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხმყოფელ გამოხატვად მიიჩნია. თორნიკე თოშხვას მხარდასაჭერად მალევე თბილისის საკრებულოს შენობის წინ სხვა აქტივისტები მივიდნენ მსგავსი შინაარსის ბანერებით. საკრებულოსთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ჯამში 10 პირი. თორნიკე თოშხვა, მარიამ მეყანწიშვილი, მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშად გებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავა. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176 და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.